სადღაც 50-დან 100,000-მდე უნდა ყოფილიყო თავისი ეკიპაჟებით სპარსული არმია. სპარსულ ჯარს მეთაურობს ორი კაცი. ეს არის არტაფერნი, დარიოსის ძმისშვილი, ლიდიის სატრაპის, ასევე არტაფერნის შვილი და მხცოვანი მიდიელი სარდალი დატის. მთელი საბერძნეთი არის ენა გადაყლაპული. მთელი საბერძნეთი არის შიში. რომ აი ერიტრიის ამბავი გაიგო ყველამ იცის რომ 10 შემდეგი არის ათენი. მარტო არიან კი ათენელები. ახლა მე ისეთ უცნაურ ამას გეტყვით, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ეს დასტურდება დღეს. 230 კილომეტრი ამან გაირბინა ერთ დღეღამეში. აიაქსი და აქილევსი. ეს ორი მთავარი, აქილევსი მთავარი გმირი. ბრედ პიტი რო თამაშობს. ამათი მამები, აქილევსის და აიაქსის არიან ძმები. ტელამონი და პელევსი არიან ძმები ერთმანეთს, ღვიძლი ძმები არიან. და ორივენი არიან არგონავტები. კოლხეთში ნამყოფები. მაგრამ აბსოლუტურად მოულოდნელი დახმარება მოვიდა. ეს არის ბეოტიური ქალაქი, პატარა ქალაქი პლატეა. 1000 ჰოპლიტი მოვიდა. ამიტომ ამათმა დაიწყოს ეს კილომეტრი და დაახლოებით 200 მეტრი ასე მარშით გაიარეს და მე გადავიდნენ სირბილს. თავარი ამოცანარი რიგი არ უნდა დაეშალოთ. რა შეიძლება მეტი მანძილი გაიარონ ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეიტყოს თუ შეტევა იწყება მაშინ. სირბილში უნდა დაძლიონ რა. რომ მომზადება ვერ მოასწრო. უკვე ამ ხელა მასა რომ მოძრაობ 11,000 კაცს ხო იარახში, რკინაში და ბრინჯაოს ჩამჯდა და ხმაურდა იმათმა გაიღვიძეს სპარსელი. აიწყეს ასრაფოთ კარვებიდან გამოცვენა და დაიწყეს თავისი რიგების აწყობა. თან ყვირია რომ ისინი შეიშალნენ. დაიღუპა კალიმაკი, ის ბებერი, არქონტი. მაგრამ ნუ კარგი, ბრძოლა მოიგეს. მაგრამ ხედავ, რომ ეს გემები წავიდნენ, წლეს არ ტყავდნენ, ათენისკენ მიდიან. ფალერონ და მოვიდა დაიწყოს გადმოსვლა. სპარსელებმა და ღია ქალაქში შედიან, დაუცველ ქალაქში უნდა შევიდნენ. აი ნახეს რა კედლებთან დგანან ესე. ამოასწრეს და დადგნენ მარათონელი გმირები. დგანან კედლებთან რა და გაბრუნდნენ, წავიდნენ. ეს არის უპრეცედენტო გმირი. საერთო ეროვნ დორიელებისთვისაც, ეოლიელებისთვისაც, იონიელებს ყველასთვის გმირია. პირველი საერთო ბერძნული გმირი გამოჩნდა. და მილდიადა ევროპის პირველი გმირია დღესაც. მოგესალმებით ყველას. მოგზაურობა წარსულში გრძელდება დროების YouTube არხზე. ისტორიკოს გუბას სანიკიძის მეშვეობით ჩვენ გთავაზობთ გადაცემათა ციკლს, რომელიც ძალიან საინტერესო წარმოდგენას გვიქმნის კაცობრიობის, ცივილიზაციის, სახელმწიფოების, კულტურების განვითარებაზე და მათ შორის ცივილიზაციების დაპირისპირებაზე. ჩვენ ამ გადაცემათა ციკლის ნაწილში ვსაუბრობთ უკვე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების პირველი დაპირისპირების დასაწყის ფაზებზე, მათ შორის წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ირანელების პირველ ლაშქრობაზე ევროპის ტერიტორიაზე, მიმოვიხილეთ იონიელთა აჯანყება, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა და დღეს გველის ძალიან საინტერესო საუბარი უკვე უშუალოდ მარათონის ბრძოლაზე. გუბას ყველა ინტერესით ველით რა მოხდა, როგორ შევიდა ისტორიაში მარათონის ბრძოლა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ბატონ გიორგი. ვაგრძელებთ ჩვენს თხრობას, მოგზაურობას ისტორიაში. გლობალურად ამას დავარქვით ჩვენ მე და ბატონმა გიორგიმ ეს პირველი ცივილიზაციური დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის საკმაოდ მოცულობითი გამოგვდის. ნამდვილად ხო ვცდილობთ რომ ბევრი რამ შევკვეცოთ, მაგრამ მაინც ისეთი გრანდიოზული თემა არის, რომ რამოდენიმე სალექციო კურსი გვჭირდება აშკარად რა და ჯერ კიდე დასრულებული არ არის, აწივი იწყებთ ამას. ამას ზოგადად ისტორიკოსები ეძახიან ბერძენ სპარსელთა ომებს. ანუ პირველი დაპირისპირება აზიასა და ევროპას შორის, აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის. ჩვენ გავიარეთ წინა მოგზაურობა გქონდა დარიოსის ლაშქრობა პირველი ევროპაში კერძოდ სკვითების წინააღმდეგ. ძალიან საგულისხმო ლაშქრობა იყო.
ჭკუის მასწავლებელიც სპარსელებისთვის ბევრი დასკვნები გამოიტანეს იქიდან მაშინ მათ წარუმატებელი იყო საბოლოო ჯამში, მაგრამ კლასიკური გაგებით ეს მარცხი არ ყოფილა. მერე მოხდა ტრაგედია ბერძნული სამყაროსი, იონიელების აჯანყება მოხდა, რომელიც კატასტროფით დამთავრდა და რომელმაც ძალიან სერიოზულად დააკომპლექსა ბერძნული სამყარო. შიში, პირუტყული შიში გაჩნდა სპარსელების. იონიაში დასაჯეს იონიის მთავარი ქალაქი მილეტი, უწყინვალესი ქალაქი მილეტი, რომელიც მერე წელშიც არ გასწორდა და უკვე აღარ ფიქსირდება არსად მილეტი. აჩენი იონიური ქალაქები ნაკლებად იქნა დასჯილი, მაგრამ ეს კომპლექსი, არასრულფასოვნების კომპლექსი სპარსული არმიის მიმართ ბერძნებში გაჩნდა, რა თქმა უნდა. მერე გვახსოვს ჩვენ მარდონიოსის უშედეგო ლაშქრობა, რომელიც კატასტროფით დამთავრდა, სპარსული ფლოტი დაიღუპა ათონის კონცხთან და მერე იყო შემოთვლა დარიოსის ბერძნებზე, რომ ჩამაბარეთ მიწა და წყალი და მთელი საბერძნეთი დამორჩილდა, უკლებლო ყველა. არ დამორჩილდა ორი ქალაქი მარტო. სპარტა და ათენი, ათენი და სპარტა. მოვედით ახლა იქამდე, რომ მარდონიოსის წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ ექსპედიცია მოაწყეს სპარსელებმა, კერძოდ ფლოტი, დიდი ფლოტი 600 გემის შემადგენლობით, ჯარის რაოდენობას ბევრი დავამიდის ისტორიკოსებს შორის, ზოგი ძალიან მაღალ ციფრს იძახის, ზოგი ძალიან ამცირებს, მაგრამ სადღაც 50-დან 100,000-მდე უნდა ყოფილიყო თავისი ეკიპაჟებით სპარსული არმია. მათ დაანგრიეს ქალაქი ერეტრია, რომელიც მონაწილეობდა იონიელების აჯანყებაში, 5 გემით დაეხმარნენ მაშინ ერეტრიელები. ის იყო ბევრი ქალაქი, დააქციეს, 7 დღე გაგრძელდა ერეტრიის ალყა, მაგრამ დაიღუპა ერეტრია. მოსახლეობა დაიმონეს და გადაასახლეს აზიაში და მერე როგორც არის ცნობილი, დარიოსმა იქ სამხრეთ მესოპოტამიაში ჩაასახლა ისინი. დღევანდელი ხუზისტანი, ირანის ტერიტორია რაც არის, ხო იქ გადაასახლეს. და მერე მოადგნენ ფლოტით. მოადგნენ ატიკას. სპარსულ ჯარს მეთაურობს ორი კაცი. ეს არის არტაფერნი, დარიოსის ძმისშვილი, ლიდიის სატრაპის, ასევე არტაფერნის შვილი და მხცოვანი მიდიელი სარდალი დატისი. ისინი გადმოვიდნენ და დაიბანაკეს ატიკაში, კერძოდ ათენიდან 35-40 კილომეტრის მოშორებით, გაშლილ ველზე ახლა. საიდან იციან მათ, რატომ მან და მაინც აქ, იმიტომ მათ ახლავთ მოღალატე ყოფილი ტირანი, ათენის ჰიპია. რომელიც თავის დროზე კლისთენემგე განაძევა სპარტელების დახმარებით. მაშინ სპარტა ჩაერთვა ამაში, ამას დაუბრუნდებით ამ თემას ჩვენ აუცილებლად. განაძევა ათენიდან და ის მაშინ გაიქცა სპარსეთში. და დარიოსის უახლოეს მრჩევლად იქცა. ახლა ჩვენ ამა ისე საინტერესო ახლა რამოდენიმე შეკითხვაც იყო ჩვენ მაყურებლებისგან, აი წყაროები საიდან ვიცით ეს ამბები ახლა ჩვენ. ჩვენ ვიცით წყაროები, ძველი ავტორები, უმეტესწილად ესენ ბერძნები არიან, თუმცა მოგვიანებით მე რომაელებიც ერთვებიან ამ საქმეებში, ისტორიოგრაფია რასაც ქვია ახლა. მთავარი წყარო არის ჰეროდოტე, რა თქმა უნდა, რომელიც იმ დროს მოესრო, ბერძენ სპარსელთა ომებს მოესრო, პატარა ბავშვი იყო და მას ბავშვებიდან ახსოვს ახლა ეს ბავშვობაში ჩარჩენილი. თუ არ ვცდები თერმოპილეს ბრძოლის დროს და სალამინის ბრძოლის დროს 5-6 წლის უნდა ყოფილიყო. ახლა ბავშვს ამაში საკში ძალიან რჩება ეს ამბავი. როგორც მინიმუმ ხო, თანამედროვეების ცოცხალი მეხსიერება. ახლა ყველანი ჩვენი ბავშვებიდან მომდივართ და მან დაგვიტოვა უდიდესი და უძვირფასესი ნაშრომი ისტორია. იქ მარტო ამ ომზე არ არის, იქ არის აღწერა აზიის, სპარსეთის იმპერიის, სხვადასხვა ხალხების ძალიან საინტერესო რაღაცები, ბევრი რამ საკამათოა.
რაღაცები როგორც ჩანს გამოგონილიც აქვს. მაგრამ თვითკრიტიკაც აქვს იქა, რომ აი მე ასე ვარაუდობ, მაგალითად რაღაცას რო ყვება, ასე ვარაუდობ, მაგრამ შეიძლება ასე არ იყოს. მეორე ავტორი ეს არ თუ კიდე ასე ბერძენი, ეს მოგვიანებით არის უფრო ამ ომის შემდგომ მოვლენებზე გვესაუბრებ, თუ კიდე პელოპონესის ომები მის დაძე, ეს გენიალური მწერალია, მარტო ისტორიკოსი არ. ეს პოლიტოლოგიის მამად ითვლება საერთოდ და ყველა დიდ უმაღლეს სასწავლებლებში თუ კიდე აუცილებელი საგანია, ხო? საკტესიოს კნიდოსელი, მოგვიანებით არის ეს უკვე. ეს არის პლუტარქე, ესეც მოგვიანებით არის, პარალელური ბიოგრაფიები, ფანტასტიკური ნაწარმოებია. დიოდორე სიცილიელი, მე რომ მკითხოთ, ყველაზე უფრო სანდო დიოდორეა. უფრო კრიტიკული არის ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში რაციონალური აზროვნება აქვს ყველაზე მეტად განვითარებული. მისი ნაწარმოები ისტორიული ბიბლიოთეკა, ასე ქვია. არიან სხვა ავტორებიც, მაგრამ ესენი არიან მთავარი ჩვენი საყრდენი და მე რაღაცეებში არ ემთხვევა მათი მონაცემები, მაგრამ ისტორიოგრაფიის კრიტიკა არსებობს. ისტორიკოსის ამოცანა რა არის, რომ რაღაცა გაურკვეველი ინფორმაციები შეადაროს და მე კრიტიკით, ლოგიკით, სხვა წყაროების გამოყენებით რაღაც სიმართლის დადგენა მოხდეს და საერთო სურათი შეიქმნეს და ასე მუშაობთ ისტორიკოსები საერთოდ, რომ წყაროებს ვადარებთ ერთმანეთს. ხო, ეს არის ჩვენი წყარო, ხო, მოვიდნენ და სპარსელები გადმოვიდნენ, დესანტი გადმოსხეს. დიდი ჯარი ყავთ მოყვანილი. არის საუბარი, რომ 1000 კავალერისტიც ახლავთ, მხედარი. ბერძნებისთვის კავალერია ძალიან სახიფათო სამხედრო შენაერთი იყო, იმიტომ რომ თვითონ ბერძნებში კავალერია არ იყო გავრცელებული, ცხენოსნები. ეს უფრო თესალიელების თემა იყო ჩრდილოეთ ბერძნების. რომელიც ნაკლებად თესალია ტრადიციულად ნაკლებად იყო ჩართული საერთო ბერძნულ საკითხებში და ხშირად მტრის მხარეზეც დგებოდა რა. ჯერ სპარსელების ახლა როცა ლაპარაკობდა, მე მოგვიანებით როცა მაკედონია გამოჩნდება, თესალი არის მაკედონიის ერთგული მოკავშირე საერთო ბერძნული ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ ახლა მას თავი დავანებ. გადმოსხეს და დაიწყეს ძარცვა ბერძნული ათენური სოფლების, ატიკური სოფლების. ამ დროს ათენში არის საბჭო. სანამდე ჯერ გადმოსხდებიან, ათენში უკვე იციან ერიტრიის ტრაგედიის შესახებ. ათენში არის საბჭო შეკრებილი. ამ საბჭოს ესწრება 10 სტრატეგოსი, გვახსოვს ჩვენ ათენური სტრუქტურა, 10 სტრატეგოსი, ანუ 10 სარდალი, 10 ფილეს სარდალი და პოლემარქოსი, არქონტი პოლემარქოსი გვახსოვს ჩვენ, თავდაცვის მინისტრი ფაქტიურად ათენის. სახელად კალიმაქე, ხრცოვანი კაცია კალიმაქე, დაფასებული კაცი. ეს 11 კაცი ესწრება საბჭოს და ვებულობენ გადაწყვეტილებები. ტერი მოდის, ჯერ არ არიან ატიკაში გადმომსხდარი, მაგრამ იციან, რომ ერიტრეის მერე მათი საკითხი დგება. დარიოსმა უნდა დასაჯოს ათენი იმისთვის, რომ იონიელებს მიეხმარა. ერიტრიელები 5 გემით მიეხმარენ, ათენელები 20 გემით მიეხმარენ მაშინ. და მე ეფესოსთან რო დამარცხდნენ, წამოვიდნენ, მიატოვეს ათენელებმა ეს აჯანყება. გვახსოვს ხო ეს? ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ უნდა გავიდნენ ათენიდან და მტერს უნდა ხო, გადმოსხმა დაიწყეს, სპარსელებმა დაიწყეს მარათონზე და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქში გაჩერება არ შეიძლება. იმიტომ რომ ქალაქში რო გაჩერდნენ, ყველა მიცის, რომ ჰიპია მოყვება სპარსელების ჯარს და ჰიპიას მომხრები ყავს ათენში. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქალაქში გაჩერება არ აღირს და ჯობია რომ სპარსელებს ათენთან მიმავალი გზა ჩაუკეტონ. 35-40 კილომეტრი, ზოგი ამბობს 42. და გავიდა 10,000 ჰოპლიტი, ანუ სრული მობილიზაცია გააკეთეს 10-ვე ფილე, სრული შემადგენლობით, 1000 მეომრით, 10,000 მძიმედ შეჯურვილი ათენელი მოქალაქე გავიდა ქალაქიდან.
მათ სანამდე ქალაქიდან გავიდნენ პირველი რაც მოიკითხეს მარტო ვართ თუ ვინმე გვეხმარება. მთელი საბერძნეთი არის ენა გადაყლაპული. მთელი საბერძნეთი არის შიში. რომ აი ერიტრიის ამბავი გაიგო ყველამ და ყველამ იცის რომ 10 შემდეგი არის ათენი. მარტო არიან კი ათენელები ახლა. ამ საბჭოზე არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორც არის მილტიადე უმცროსი, ეს არის არისტედე, ეს არის თემისტოკლე და კალიმაქეზე მოგახსენეთ ახლა, ხო? მათ გააგზავნეს შიკრიკი. სპარტაში, პირველი სპარტა მოიკითხა, სპარტა რას იზამს? იდო ყველა სპარტასი, ყველა მიჩერებია სპარტას. აგზავნეს შიკრიკი სპარტაში და ამ შიკრიკს ერქვა ფიდიპიდე. მაგრამ მეორე ვერსია რომ ფილიპიდე ქვია. მაგრამ როგორც ჩანს უფრო მეწყაროში ფიდიპიდე ქვია. ეს წავიდა ფეხით გაიქცა. ბერძნებს საერთოდ ფეხციარული ერჩივნათ. 230 კილომეტრია გიორგის სპარტამდე. ახლა მე ისეთ უცნაურ ამას გეტყვით, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ეს დასტურდება დღესაც. 230 კილომეტრი ამან გაირბინა ერთ დღეღამეში. დილით გაიქცა 24 საათის განმავლობაში. როგორ ჩანს უფრო ნაკლებში და გეტყვით ახლა. აი ჩემთვისაც აი დღემდეც ჩემი ხასიათიდან გამომდინარე დღესაც მიყვარს, მაგრამ ფაქტია ეს და დღეს როგორ შესაძლებლობებს აღემატება. მოახა არ ვიცი ეს ფაქტი არის და დღეს ტარდება ეს სპარტატლონი ქვია ამას და ჩემპიონები წავალთ. სპარტატლონი ეწოდება. სპარტატლონი ქვია 230 კილომეტრს გარბიან ათენიდან სპარტამდე და ჩემპიონიც არის. მე მგონი ბერძენია ერთი, უნდათ ოლიმპიურ თამაშების სისტემაში უმძიმესი სპორტია. არის ჩემპიონი ბერძენი არ ვიცი სახელი და გვარი 21 საათსა და ნახევარში 22 საათში გაირბინა. ქალიც არის პოლონელია ვიღაც ქალი. 24 საათში გაირბინა თუ 25-ში შეიძლება უცდებოდა ხო? აი თუ ვინმე დაგაინტერესებთ მოიკითხეთ რა ვიკიპედიაში სპარტატლონი დაფარეს. ერთ დღეღამეში ხო ამას იმეორებ. ფიდიპიდე ჩავიდა სპარტაში და გამოვიდა იქ ეფორებისა და გერუსის წინაშე და მოგვეხმარეთ. მოვიდნენ სპარსელები. იღუპება ელადა. სპარტელებმა უარი არ უთხრეს. ოღონდ სპარტას ჰქონდა რელიგიური აკრძალვა. იმ დღეს, იმ პერიოდში მიდის ეგრეთ წოდებული კარნეის დღესასწაული, ეს არის აგვისტო-სექტემბერი და სავსე მთვარემდე არ შეიძლება საომრად კი არის საერთოდ ხელის განძრევა. და სავსე მთვარემდე 9 დღეა დარჩენილი. სპარტამ პირობა მიცა მოვალთ, ჩამოვალთ, მაგრამ 9 დღე ვერ გამოვალთ. არ აქვს უფლება. ღმერთი აპოლონის დღესასწაულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული არის კარნეის დღეები. როცა ახალგაზრდები ფოთაშორის თამაშებიც ტარდება, შეჯიბრებები არის ახალგაზრდა სპარტელებში და ასე. ანუ ომში გასვლა არ შეიძლება. საღვთო დღესასწაული. და სპარტელებს სხვა დროს რო რამეს აქვს, ანუ იმდენად თავდაჯერებულები იყო სპარტასი საფრთხე არ ემუქრებოდათ ხოლმე, რომ შეეძლოთ მთვარის ფაზების მიხედვით და რელიგიური კალენდრის მიხედვით ისული ტრის ჯარი ახლა წარმოუდგენელი ამბავი იქამდე ვინ მიაკარებდა ახლა იმას ხო ამიტომ ასე იყო რელიგიურად მარტო სპარტელები კი არა ბერძნები რელიგიურ დღესასწაულების დროს აი ოლიმპიადის დროს არ შეიძლებოდა ომი მაშინვე უნდა შეგეწყოთ ეს აწყალი ფიდიპიდე გამოიქცა უკან და გამთენეისას ჩამოვიდა ესე ანუ გაიქცა და გამოიქცა გიორგი ანუ ეს ნიშნავს რომ ჩამოვიდა უკან 7 დღე რჩება იმათი დანაპირების შესრულების ხო ისინი ხო ნუ იციან ჩამოიტანეს ახლა ამბავი ჩამოიტანა ნუ ესენი გასულები არიან უკვე ათენიდან ჯარი გავიდა ხო და დაიბანაკა აი როგორ არის სოფელი მარათონი შემაღლებულზეა ქვემოთ არის დიდი გაშლილი ველი სადაც ეს სპარსელების ბანაკია თვალუწვდენელი რა ლივლივებს და გემები დგანან რეიდს
მაგრამ აქედან ამოსასვლელია ამ ველიდან და მე გზაზე დგები და უკვე ათენამდე არაფერი არ გაკავებს რა. ათენეობასავით. ხო, რომელსაც ეძახიან ჰერაკლეს ხეივანს. მარტო ამ გზით მიდიხარ ათენში. სხვანაირად ვერ მოუვ. ხო და ეს ხეივანი დაიჭირეს ბერძნებმა სასწრაფო სხვათა შორის 6 საათში გაიარეს ეს 40 კილომეტრი, როცა გამოვიდნენ ათენიდან რა. სტრატეგოსებმა წამოიყვანეს და გამოვიდნენ ათენიდან და დაიკავეს ეს ხეივანი. ზოგი ამბობს, რომ სიმაგრეც აშენეს რაღაცა ქვის ბარიკადებით. ანუ ჩაუკეტეს სპარსელებს ათენამდე მისასვლელი გზა, ათენამდე ვერ მიდიან. ანუ ის თავარი შიში ხიფათი რომ ათენს რომ მოადგებიან ქალაქში რომ აჯანყება დაიწყოს. პისისტრატიდების აჯანყება თქვა, ჰიპიას მომხრეების, ხო ამის შიში ქონდათ რეალურად რა. მე გეტყვით ერთ რამეს, საბერძნეთ პირველად გადააწყდა ასეთ ხიფათს. მანამდე ბერძნებს საგარეო საფრთხე ასეთი საერთო არ ქონია. საერთოდ ეს ცნობილია, გიორგი, რომ ერების ჩამოყალიბება ხდება ძალიან ხშირად, ყოველ შემთხვევაში სწრაფად ხდება და ჩქარდება საერთო განსაცდელის დროს. ხოლმე უკრაინა აველოთ. უკრაინელი ხალხის ერთობის, მონოლითის, ისი ბირთვის შესახებ ბევრ დავამიდიოდა, ახლა ზოგი აბრალებდა, ზოგი არ აბრალებდა, მაგრამ ხო ფაქტი იყო, რომ დასავლეთ უკრაინის განწყობები, ვიდრე აღმოსავლეთ უკრაინის განწყობები, თუნდაც რაღაც ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს საპირისპირო იყო, მაგრამ ომა შეადუღაბა. ასეა ეს ბერძენ სპარსელთა ომი. საგარეო საფრთხე ბერძნებს მანამდე არ ქონიათ. ერთმანეთს ებრძოდნენ, პოლისზე მიდიოდნენ, ომის წესები ჰქონდათ ერთმანეთთან, როგორ უნდა ეომათ. ხო? მაგალითად წესი იყო, რომ მარტო ჰოპლიტები სასროლი იარაღი არ შეიძლებოდა. შურდული და მშვილდი მარტო გემებზე. მეშურდულები და მშვილდოსნები, ხო, მაგრამ ახლა ბრძოლაში ჰოპლიტები პირდაპირ არავითარ მანევრები არაფერი, რომელიც მაგარი ვართ ის მოვიგებთ. მე რომ დამარცხდებოდა რომელიმე, ის ბრძოლის ველს ტოვებდა და ის გამარჯვებული აღარ მისდევდა. გამარჯვება თითლებოდა ვინ დაიკავა ბრძოლის ველი, ვინ დარჩა. და მორჩა, ამიტომ არ იყო დევნა, ამიტომ არ იყო ტყვეთაყვანა, ამიტომ არ იყო დევნის დროს ხალხის ამოწყვა, ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ, ახლა წესები ჰქონდათ ომის ბერძნებს, მაგრამ ახლა ეს რომ მოდის, მთელი აზია მოდის ახლა რა. ხო? აზიასთან უცხო სამყაროსთან აქვთ მათ ახლა. ხო, ვიღაცები გამოცდილება ჰქონდათ, ახლა იონიელი ბერძნები გამოქცეულები იყვნენ, ათენშიც იქნებოდნენ და იმათ მოყოლილი ექნებოდა და ის აშინელება, რაც დაატრიალეს სპარსელებმა თუნდაც მილეტში, ხო? ამიტომ უმძიმეს ვითარება. პირველად გადააწყდნენ საგარეო საფრთხეს. დაიბანაკეს ათენელებმა და ისევ გაიმართა საბჭოს ხტომა. ახლა აუცილებლად უნდა გავიარო ეს პერსონები, იმიტომ რომ ისტორია პერსონების კრებულია რა, სოლისტების კრებულია ხა. აქ 10 სტრატეგოსია, 1 პოლემარქოსია, მაგრამ ახლა კალიმაქეზე გითხარით, დაფასებული ასაკოვანი, ხრცოვანი ძველი მეომარი, მაგრამ ეს სტრატეგოსებში 3 კაცია გამორჩეული. ერთი არის მილტიადე უმცროსი, მეორე არის თემისტოკლე და მესამე არის არისტიდე. მე ვფიქრობ ძვირფას მეგობრებო, რომ სამივე უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ ესენი მომავალში ძალიან მალე ამ ამბებიდან, ამ საბჭოდან ევროპის პირველი გმირები ხდებიან. ევროპას თავის გმირები ყავს. ევროპის გმირი ვინ არის? ჩვენი კონცეფცია განმავითაროთ, ახლა გვაქვს ამის უფლება მივცეთ ჩვენ თავს. ევროპის გმირები არიან ის, ვინც ევროპა გადაარჩინა. ნო? დავიწყოთ მილტიადეთ. ვინ არის ეს მილტიადე უმცროსი? აქვე დავაანონსოთ, რომ ევროპის გმირების და ევროპის სოლისტების შესახებ ჩვენ კიდევ ცალკე ვამზადებთ. რა თქმა უნდა. გადაცემების ვიცი რომ ბევრს აინტერესებს დროების მამულებს უნდა იყოს ასეთი, ხუან ავსტრიელი უნდა იყოს, ის თურქები მოიგერია, ლეპანტოსთან, იან სობეცკი, ევროპა გადაარჩინა, როცა ვენა გადაარჩინა. მათ სახელები საქართველოში ბევრმა არც იცის. არის, უნდა იცოდე, ევროპაში ეს ყველა მიცის. ყველა მიცის, ხო? კარლოს მარტელი, რომელმაც ევროპა გადაარჩინა ისლამის გამარჯვებას. პუატიეს ბრძოლაში, როცა არაბებს ვერავინ ვერ აჩერებდა.
ყველა დაემხო და შერაზეც აკეთებ აქცენტს რატომაც არიან ევროპის გმირები ეს ნიშნავს რომ ღირებულებები გადაარჩინეს იმ ალტერნატივისგან რასაც დგას აზიური სამყაროს ღირებულება ევროპის გმირებში მე ჩემი ღრმარწმენით და სუბიექტური კი არა და ობიექტური მოსაზრებით ვთვლი რომ დავით აღმაშენებელი შედის ზუსტად ყველა ვარიანტში შედის რომ არა დავით აღმაშენებელი რა დაემორთებოდათ ან ჯვაროსნებს ან სხვებს ან რაღაცა კიდე ხო ამიტომ ესეთი გმირები ბევრი არ არის ზოგი მეფე იყო, ზოგი სარდალი იყო, ზოგი უკანონო შვილი იყო თავის მამის, მაგალითად ყუღან ავსტრიელი. ფლოტი 23 წლის ბიჭი იყო, გიორგი, როცა ლეპანტოსთან თურქული ფლოტი გაანადგურა, 23 წლის ბიჭი წარმოგიდგენია. ეს გრანდიოზული ბრძოლა იყო. აუბრუნდეთ ახლა უძველეს გმირებს. პირველი ეს არის მილტიადე, ულაპარაკოთ. მილტიადე უმცრო ვინ არის ახლა? ეს არის ფილაიდების გვარის წარმომადგენელი, ესე გავლენიანი ათენური გვარია ძალიან ახლა. მის წინაპარი ვინ არის? ამაზე უნდა შევჩერდეთ ახლა დროც რო წაიღოს, ვფიქრობ რომ უნდა ჩავაყენოთ ჩვენი მაყურებელი. ტროას ომზე ჩვენ რამოდენიმეჯერ ქონდა ესეთი საუბარი, ხო? ტროას ომი უფრო ის არის, რა ქვია, ტროას გმირები არიან არგონავტების შვილები და შვილიშვილები, ხო? მილტიადე არის ტროას ომში ბევრი გმირები იყვნენ. ერთ-ერთი უმთავრესი გმირი იყო აიაქსი, ტელამონის ძე. იყო მეორე აიაქსი, ოილაოსის ძე. ანუ ტელამონის ძეს ეძახე აიაქსს დიდი და ოილაოსის ძეს მცირეს. ხო, ნაცევები არ არიან ერთმანეთის. ესე იგი აიაქსის ფილმი რო გავიხსენოთ ახლა ორიენტირად რომ მივცეთ იმ ფილმში ფილმი გადასარევ გადაღებული ახლა ფანტასტიკურად თამაშობს ბრედ პიტი ახლა მსახიობი როდის ახარ იცი მსახიობი აი რო უყურებ იმ ფილმს ბრედ პიტს არ უყურებ აიაქსს ფანტასტიკურად თამაშობს აიაქსია ეს აიაქსი თქო უკაცრავად აქილევს თამაშობს ხო ბრედ პიტი მაგრამ იქ არის დიდი ბერძენი რომელსაც აიაქსი ქვია რომელსაც ატომღაც რეჟისორმა გადაწყვიტა და ჰექტორს მოაკვლევიებს ხო გახსოვთ არა იქ ყველაფერი უგოღმა ფილმში ეგრეა ხო არა და ჰექტორი და აიაქსი სამჯერ არიან ნაომარი და ორჯერ აიაქსმა დაჩაგრა ჰექტორი ხო მაგრამ ამას დავანებოთ ახლა თავი აიაქსი და აქილევსი ეს ორი მთავარი აქილევსი მთავარი გმირია ბრედ პიტი რო თამაშობს ამათი მამები აქილევსის და აიაქსის არიან ძმები ტელამონი და პელევსი არიან ძმები ერთმანეთს ღვიძლი ძმები არიან და ორივენი არიან არგონავტები კოლხეთში ნაყოფი ანუ ძვირფას მეგობრებო იმ ფილმში ბრედ პიტი რო თამაშობს აქილევსი და აიაქსი რო არიან ბიძაშვილები არიან ერთმანეთის და მათი მამები არიან ძმები და კოლხეთში არიან ამყოფები. ჩვენ გვაქვს ნამასპინძლები. ხო, თქვათ ასე და უნამუსოდ მოიქცნენ იქ. ცუდად გამოიყენეს კოლხების და აიეტის პური და ღვინო. ხო, ვიცით ახლა რაც აქნეს, გაიტაცეს ოქროს აწმისი. ახლა მე ვთვლი რომ მე არგონავტებზეც უნდა გავაკეთოთ, ბერძნულ მითოლოგიაზეც უნდა ხალხო, ჩვენ ამის შეწყვეტ ბევრი წერს, რომ იქნებ არ ვაპირებთ ამის შეწყვეტას, მე და გიორგი ვაპირებთ წლები რო დაგჭირდეს ამას გავაკეთეთ, ჩვენ მოვალეთ თვლით ჩვენ თავს, რომ გარკვეული ცოდნა შევიტანოთ ჩვენს ხალხში, იმიტომ რომ ცოდნა იარაღია რა, სხვა იარაღი არ არსებობს, ტყუილია რა. რა ის უმეცრება რაც მოეძალა ჩვენს ხალხს და ჩვენ საზოგადოებას, ნუ რაღაც შეგვიძლია ხო ვაკეთებთ აგერ. მილტიადე არის ამ აიაქსის შთამომავალი, ხო? ანუ მისი წინაპარი ასევე არის ესე იგი ტელამონი და პელევსი არიან ძმები და მათი შვილები არიან აიაქსი და რა ქვია აქილევსი. მილტიადე არის ძალიან გავლენიანი კაცი. ახლა რატო ქვია მილტიადე უმცროსი? მამამის ერქვა კიმონ უფროსი. და ყავდა ასევე ბიძა. მილტიადე უფროსი ქვია იმას, ამიტომ ბიძის სახელი ქვია ამას.
ანუ კიმონ უფროსი და მილტიადე უფროსი არიან ძმები და კიმონმა თავის შვილს დაარქვა თავის ძმის საპატივცემლო, ამიტომ ამას ეძახიან მილტიადე უმცროსს. მამამის საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა პისისტრატეს ტირანია ჩვენ გავიარეთ. ხან კარგი, ხან ცუდი. ახლა მამამის რითი იყო ცნობილი? სამჯერ ჰქონდა ოლიმპიადა მის ცხენებს მოგებული. ჩვენ ოლიმპიადაზე ვილაპარაკეთ, ხო? და ხან ურთულდებოდა პისისტრატესთან ურთიერთობა კიმონ უფროსს, ხან პირიქით და ერთხელ გააძევა კიდევაც პისისტრატე, მერე დააბრუნა კიდევაც. სამდე პისისტრატე ცოცხალი იყო 527 წელს მოკვდა ძველი წელთაღრიცხვით. ცხოვრობდნენ, ახლა არ იყვნენ ამ პისისტრატეს მომხრეები, მაგრამ ახლა პისისტრატე მაინც ბრძენი კაცი იყო და ტერორი და ეს არ იყო ათენში. როცა მოკვდა პისისტრატე, მერე გადაიბარეს ტირანია მისმა შვილებმა ჰიპიამ და ჰიპარქემ. გახსოვთ ახლა თქვენ ეს ამბები, ჰიპარქემ მერე შეთქმულება მოკლეს და ჰიპია აგერ არის მოსული. სპარსელებთან ერთად მოყვა. გამოუწვა კიდე შეიძლება. გამოუწვა, ხო, მან მიცა რჩევა რომ მარათონზე გადმოვსხამთ, მარათონზე გავშლით ბანაკს და ათენი ახლოს არის. მაგრამ მერე როცა პისისტრატე მოკვდა, ამ შვილებმა მოაკვლევიეს მამამის კიმონ. კიმონ უფროსი მოკლეს. ეშინოდათ მაინც მისი ავტორიტეტის ათენში დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ საინტერესო რა არის რომ ამ მილტიადეს ხელი არ ახლეს შვილს. პირიქით პატივში წავდათ და ერთხელ 524 წელს არქონტი ეპონიმიც კი გახდა მილტიადე, მაგრამ მერე საბოლოო ჯამში 520 წელს ის ტოვებს ათენს მილტიადე და მიდის თრაკიის ხერსონესში, ეს დღევანდელი თურქეთის ტერიტორია არის, ჰალიპოლის და ეს რაც არის. თრაკიის ხერსონესი ჰელესპონტზეა ეს. ხო? ახლა იქ რატო წავიდა? მანამდე ის ბიძარო ყავს მილტიადე უფროს, მან დაარსა კოლონია, ათენური კოლონია დაარსა თრაკიის ხერსონესი. ძალიან სწრაფად აყვავდა, განავითარა და დიდარი გახდა ეს თრაკიის ხერსონესი და მერე მოკვდა ახლა ეს ბიძამის მოკვდა და მერე ის ათენიდან წავიდა ბიძამის მემკვიდრეობა ჩაიბარა, თრაკიის ხერსონესის ტირანი გახდა. ათენის გავლენის ქვეშ არის. ბევრი თვლის რომ ჰიპიას თანხმობით წავიდა, ჰიპიამ დაავალა რომ ახან ბიძამისი მოკვდა, ამან გადმოიბაროს ეს და თრაკიის ხერსონესი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი სრუტეზე იყო. იქ გაამდიდრა, მან მოამრავლა, ძალიან დიდარი კოლონია არის, დიდარი ქალაქი გახდა თრაკიის ხერსონესი. მერე ვიცით რომ მილტიადე მონაწილეობს დარიოს ლაშქრობაში 513 წელს სკვითების წინააღმდეგ. გახსოვთ თქვენ, როცა ხიდები ააშენებია იონიელ ბერძნებს, გახსოვთ ახ მოკლედ რო გავიარეთ და მილტიადე იყო მომხრე იმის რომ ხიდები ჩაუნგრიოთ თომასთან. რომ უკან აღარ მობრუნდნენო და შევატოვოთ სკვითებს. ხო, შევატოვოთ სკვითებს, ახ რაღაცებს ვიხსენებთ ხოლმე, ხო? მერე დაიწყო იონიის აჯანყება, ხო, 499-ში, დამთავრდა 493-ში კატასტროფით. ახლა იქ არ ჩანს. მაგრამ როგორ ჩანს აჯანყება შეუერთდა მილტიადე. დიდი როლი არ უთამაშია, მაგრამ შეუერთდა, მაგრამ როცა დამარცხდა ეს აჯანყება, მან სასწრაფოდ დატვირთა თავის ქონება, იმდოს სპარსელები მოდიან ახლა, შური უნდა იძიონ, მილეტი დაანგრიეს და აქციეს, ხო? და ის იძულებული გახდა, რომ თრაკიის ხერსონესიდან გამოქცეულიყო. 5 გემზე დატვირთა მისი ქონება, მდიდარი კაცია, მდიდარი ქალაქი იყო ის. და გამოიქცა იქნება, გზაში გადაეყარა ამ 5 გემს გადაეყარა 10 ფინიკიური გემი სპარსელების. და მოხდა ბრძოლა, 4 გემით გამოასრო მილტიადე. მაგრამ ერთი გემი იმათმა ტყვეთა იყვანეს. და ტყვეთ ჩავარდა მისი უფროსი შვილი, მეტეოკე, მილტიადეს. ეს მეტეოკე მე დარიოს ჩაუყვანეს, სუზაში. სოთეშოში დარიოსმა ძალიან სულგრძელად მიიღო. არც დასაპირიქით პატივში ყავდა ეს მილტიადეს ძე. მილტიადე დაბრუნდა ათენში თავის ძველ სამშობლოში 30 წელი არ იყო ნამყოფი, ფაქტიურად. ავიდა ახალგაზრდა და ჩამოვიდა ჭარმახი. მაგრამ ათენში რო ჩამოვიდა, სასამართლო მოუწყეს იქ. უკვე დამხობილია
პისისტრატესისა უკვე კლისთენეს დემოკრატიული რეფორმები გავლილი, გამოცვლილი დახვდა ათენი რა. ათენი დახვდა დემოკრატიული ქალაქი, სადაც მართავს ხალხი, დემოსი. ათენში სასამართლო დაიწყეს მის წინააღმდეგ, რომ ეგ ტირანი იყო, ამიტომ ტირანია ჩვენთვის მიუღებელია და რახან ხერსონესის ტირანი იყო, ამიტომ უნდა გასამართლდეს. და სიკვდილი ემუქრება გიორგი. ვინ იყო მთავარი ბრალდებელი? ორი ვერსია არსებობს. ერთი არის ეს არის ქსანთიპე, ძალიან გავლენიანი ათენელი, ალკმენოიდების გვარიდან და მეორე ეს არის თემისტოკლე. აი ევროპის მომავალი გმირი. ერთად არიან მარათონში. ახლა თემისტოკლე არქონტი ეპონიმი არის. მართველი არის ათენის. თუმცა მილტიადეს ბევრი მომხრეები ყავს. და საბოლოო ჯამში გადარჩა მილტიადე, მან დაადასტურა, რომ ის ათენის ინტერესების დამცველი იყო და იონიის აჯანყების დროს ის აჯანყების ხარეზე ხო სპარსელებს ებრძოდა, ამიტომ გადარჩა ახლა. ამას ვერ წაართმევ ახლა რა. ხო, ათენში ამ დროს არის ორი პარტია. საგარეო პარტია, რომელსაც ორი პროფილი აქვს ამავე დროს. ეს არის ანტისპარსული და პროსპარტული, რომელიც ანტისპარსულიც არის, ის არის სპარტის მომხრე საგარეო საქმეებში, ან პერსოფილური, ანუ სპარსელების მომხრე და ანტისპარტული რა, მაგრამ გარდა ამისა იყოფა კიდე ორ ნაწილად, ეგრეთ წოდებული საზღვაო და ეგრეთ წოდებული სახმელეთო პარტია. ახლა მილტიადე რახან აომარი იყო, რახან გამოქცეული იყო, რახან იონიის აჯანყებაში მონაწილე ანტისპარსეთია. და სპარტის მომხრე არის. და ასევე ის ამბობს, რომ ხმელეთზე უნდა გავძლიერდეს, ძლიერი ჯარი უნდა გვყავდეს ჩვენ, ძლიერი ჰოპლიტები უნდა გვყავდეს, ნუ რა თქმა უნდა, ახლა სპარტელებს ვერ ვაჯობებთ, მაგრამ საბერძნეთში მეორე ჯარი ჩვენ უნდა გვყავდეს. იმიტომ საბერძნეთში კიდე არის მესამე ქალაქი საკმაოდ ძლიერი, ესაა თებე. მოგვიანებთ სხვა მოგზაურობების დროს ჩვენ დავგვჭირდება თებეზე საუბარი. თებემ ძალიან დიდი როლი ითამაშა გვიანდელ საბერძნეთში. მაგრამ არის საზღვაო პარტია, რომელიც იძახის, რომ ხმელეთზე ჩვენ ვერ ვაჯობებთ სპარტას, ვერასდროს დავანებოთ ამ საქმეს თავი, პრობლემები გვექნება. ეს ატიკა კი არის ნახევარკუნძული, მაგრამ რამე რო იყოს, კუნძულით შეიძლება იყოს. და ზღვაზე უნდა ვიყოთ, მაგრად. თან ზღვაზე უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ათენს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს კუნძულ ეგინასთან, რომელიც გადაღმა, ათენს გადაღმა, სრუტის გადაღმა, ელევსინის სრუტის გადაღმა. ეს ეგინა ძლიერი ფლოტი ყავს, ეგინელები ძალიან აგრესიული ტიპები არიან, კუნძულელები და ძლიერი ფლოტი ყავს და ნუ ხელს უშლის პერიოდულად ათენს. ხან პური შემოტანის პრობლემა, ხან ის არის, ხან ეს არის, ნუ პრობლემები აქვთ ეგინასთან და ხშირად ომობენ კიდევაც ეგინასთან ათენელები. ამიტომ თემისტოკლე იძახის, რომ ფლოტი გვინდა ჩვენ, გვჭირდება ჩვენ ფლოტი. ამიტომ ეს ორი პარტია რა, სახმელეთო, მილტიადე სახმელეთო, თემისტოკლე აწვება, რომ ზღვაზე უნდა ვიყოთ მაგრები. ახლა გადავიდეთ, მივიღეთ ასეთი რამე, ხო? გაიმართლა თავი მილტიადე უმცროსმა და ორჯერ ზედიზედ აირჩიეს სტრატეგოსად ათენში, ანუ სარდალი. აქ გადავდივართ მეორე კაცს, ეს არის თემისტოკლე, რომელიც პოლიტიკური მეტოქე იყო, მუდმივად მილტი, აი როგორი საინტერესოა ხო ერთმანეთთან პოლიტიკური მეტოქეობა აქვს და გადამწყვეტ მომენტში როგორი გმირები და როგორი თანამებრძოლები ხდებიან. თემისტოკლე იყო მეტისი ნახევრად სისხლიანი ათენელი, დედა არ ყავდა ათენელი, ათენში ამას აქცევდნენ ყურადღებას. ერთი ვერსიით თრაკიელი ყავდა დედა, მეორე ვერსიით კარიელი ყავდა, მცირე აზიიდან დედა, ამიტომ ათენში ძალიან რთული იყო, დავარქვათ ასე, მეტისი ათენელი, რომ რაღაცაში დაწინაურებული, უნდა იყავი დედით და მამით, ათენელი უნდა იყო. ეს დედით არის ბარბაროსი. და წარმოიდგინე, რამდენი ნიჭი და რამდენი შრომა და რამდენი შეუპოვრობა, არაფერზე უკან არ იხევს რა, არაფერი უცხო მისთვის არ არის, ტყუილსაც იყენებს, ხთამსაც იყენებს, მაგრამ აღწევს თავის შედეგს, წინ უნდა წავიდეს. აჩემებული აქვს, რომ ის ათენის გმირი უნდა გახდეს. მისი ეს ქმედება თავის გაბედნიერებისთვის კი არ შვება, რასაც ბევრი შვება.
ათენის დიდებისთვის სამშობლოს ემსახურება. პირველი მაკიაველისტია. რო ავიღოთ ახლა, ხო? მაკიაველით არ დაწყებულა. ხო? მაკიაველისტია. ყველაფერს მიზანი ამართლებს საშუალებას ოღონდ ეს ცელდება მარტო როცა სამშობლოზე ელაპარაკი და არა საკუთარ იმაზე, კეთილდღეობაზე და დროსტარებაზე, ხო? უნიჭერეს კაცი. და მეტოქი არის ილტიადესი. ამავე დროს არის მესამე კაცი, ეს არის არისტიდე, ეს არის შეუვალი ავტორიტეტის მქონე კაცი, არისტიდე, რომელსაც არისტიდე სამართლიანს, რომელსაც ასე არისტიდე მართალს ეძახის ხალხი. ტყუილი არ უთქვამს არასდროს. იცნობენ, რომ ეს არის შეუვალი ავტორიტეტის მქონე კაცი. არისტიდე ლაპარაკობს მარტო მართალს. ამიტომ შეარქვეს არისტიდე სამართლიანი, არისტიდე მართალი. ესეც სახმელეთო პარტიის წევრი. აი მოვედით ეს სამი კაცი დავახასიათეთ, ახლა ისინი გადამწყვეტ როლს ითამაშებენ და მოვედით უკვე და დაუბრუნდეთ ათენელების ბანაკში, რომელიც ჰერაკლეს ხეივანში დადგეს, გამაგრდნენ და დახურებენ ქვემოთ სპარსულ ურდოს. აბსოლუტურად მოულოდნელი. სპარტელებმა შემოითვალეს, რომ 9 დღეში მოვართ. სავსე მთვარე დასრულდება და მოვართ. მაგრამ არსაიდან არავინ არ მოდის, არავინ არ ეხმარება. მთელი ელა და მთელი საბერძნეთი არის გაყურსული და ყველა დარწმუნებული ახლა როგორ ძალიან ბევრი თვლიდა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა და რა ვიცი, მთელი მსოფლიო თვლიდა, რომ 9 დღეში თუ 3 დღეში და რაღაცები მეორდება. ყველა ელოდება ათენი დაეცა. მაგრამ აბსოლუტურად მოულოდნელი დახმარება მოვიდა. ეს არის ბეოტიური ქალაქი, პატარა ქალაქი პლატეა. 1000 ჰოპლიტი მოვიდა. ანუ მეზობელი რეგიონის ერთ-ერთი ფილია. აი ბეოტიაში ხოთები ამაგა. ატიკის ნაწილი კი არ არის, არა, ბეოტიელები არის, მაგრამ პლატეა პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ქალაქია და თებეს სუ უჭირდა, თებე იყო მთავარი ქალაქი ბეოტიის, თებეს სუ უნდა ამის დამორჩილება პლატეის. პლატეელები არ ეპოებოდა, ორივე ბეოტიელები არიან. ტომობრივად ეოლიელები არიან, ახლა ჩვენ იონიელებზე და დორიელებს ხოლმე ესენი ბეოტიელები, ეოლიელები არიან და თავის დროზე პლატეელებმა სპარტას თხოვეს, რომ მოგვეხმარეთო რა, შეგვჭამაო ამ იმან თებემ და გადავყლაპავსო რა, არ გვეშვებიანო და სპარტა ხო სამართლიანობის სიმბოლო იყო და მართლა იყო და სპარტელებმა უთხრეს, რომ თქვენო ისე ჟორსახართო თქვენგანო რომ სამდე მოვალთ და მოგიშველითო თებელებისგან, მამდე 10ჯერ აგიღებენ და მონებად გაკრიდიანო ეგენი. ამიტომ ჩვენო შორსავართო თქვენს გვერდზე ათენელები არიან და ათენელებს თხოვეთო დახმარებაო და ათენელები ეხმარებოდნენ პლატეელებს. ტრადიციულად ეს ამ ორი ქალაქის ძმობა ეს არის აი სიმბოლო არის, ეს მერც გაგრძელდება. პლატეელები მოვიდნენ. 1000 კაცი. 1000 კაცი, ან 11000 არიან უკვე. 10000 ათენელი და 1000 პლატეელი და მარათონის ველზე განლაგებულია მინიმუმ. ელოდებიან ახლა აშკარად ახლა შეტევას არ იწყარ, კი ჩაკეტეს გზა, მაგრამ შეტევის ეშინიათ მაინც. ეშინიათ კავალერიას. თუ ბერძნებმა არ იციან მხედრობასთან ბრძოლა, ცხენოსნებთან ბრძოლა ძალიან რთული ახლა გიორგი ცხენი ვისაც უნახავს ცხოვრებაში, ახლა გამოქანებული ცხენი რომ მოდის და ზედ ამხედრებული მხედარი და მარტო ერთი ცხენი კი არა, 1000 ცხენი რომ მოდის. ასეთი, ხო? რა რიგმა უნდა გაუძლო. ამიტომ შიში აქვთ. მაგრამ ჩაკეტილი აქვთ ათენამდე არ უშვებენ და აშკარად ელოდებიან დრო გაყავთ, რომ სპარტელები ჩამოვლენ. სპარტელებს ელოდებიან ახლა. სპარსელების ბანაკშიც ახლა როდგან ახლა ამათ უნდა პირდაპირ გადმოსხდნენ თუ არა, მეორე დილით უნდა დაეწყოთ ლაშქრობა იმას, ნახეს რომ ჩაკეტეს ათენელებმა, ხო? ამიტომ იქაც არიან ახლა, ხო? არტაფერნი არის, დატისი არის და რაც თავარი ეს ჰიპი არის. საინტერესო ის არის ჰიპია რომ გადმოვიდა ათენში პირველად რომ დადგა ფეხგემიდან რომ გადმოხდა ატიკის მიწას. ანუ დაბრუნდა თავის ყოფილ საბრძანებლოში. ხველება უვარდა და კბილი მოძრა. ამ ხველების დროს და დაიწყო ძებნა, ვეღარ მოძებნა და მას ჩაილაპარა, ასე ამბობენ, რომ
ეს მიწაო ჩვენი აღარ არის უკვე. აქ ერთადერთი რაც ჩემი არის, ჩემი დაკარგული კბილი არის უკვე. ამ ჰიპიაზე მე არის მოსაზრება თითქოს აქ დაიღუპა, ან კიდე ცოტა ხანი გაიქცა მე და მე მალე მოკვდა. თუმცა შვილი დატოვა პისისტრატე, მამის სახელი დაარქვა. ახლა იქ არის ხო სპარსელები, დატისი გამოცდილი მიდიელი სარდალია იმის მეგობარია სიყრმის დარიოსის მეფის, ხო? ნუ ახლა ისინი ხვდებიან რომ ისინი წინ ვერ მივდივართ, თვითონ არ გვესხმიან, ესე ახლა ჰიპია ეტყობა რომ ეგენი სპარტელებს ელოდებიან. ახლა რო შეუტიონ ამ მაღლობზე რთულია. ათე ვერ გაარღვევ გზას, დიდი მსხვერპლი ექნებათ და ამიტომ მიიღეს, როგორ ჩანს მიიღეს გადაწყვეტილება დესანტირებას. გემებზე დაბრუნება და წრეუნდა დაარტყა ნატიკას და ამ დაუცველ ქალაქს. ათენში დარჩნენ მოხუცები, ქალები, ბავშვები აბსოლუტურად დაუცველია, დაცლილია მამაკაცები. ყველა გასულია მარათონში. ხო? ავარტყათ რა წრე უცებ. და დაიწყეს როგორ ჩანს, იმიტომ რომ მე ბრძოლაში კავალერია არ ჩანს, როგორ ჩანს ცხენები გაიყვანეს უკვე, ხო, გემებზე გადაიყვანეს, ხო. ახლა ათენელები ამას უყურებენ, რომ ესენი დესანტირებაზე იმას იწყებენ, დასმას გემებზე გადადიან ისევ და ნუ ყველა მიხვდა, რომ ახლა წრის დარტყმა უნდათ რა, ათენზე ლაშქრობა, ხო. ესენი თვლიან საბჭო თვლის რომ არ შეიძლება ათენთან ამათთან ბრძოლა, იმიტომ რომ შეიძლება ჰიპიას მომხრები აგვიჯანდა. ამიტომ ღამე ჩაატარეს გვიან ღამე 11-დან 12 თენდება სექტემბერი, ეს ცნობილი არ დავიმახსოვრ. შეიკრიბა საბჭო 10 სტრატეგოსი და კალიმაქე, პოლემარქოს არქონტი. ესე იგი არისტიდე უпроსოდ მილტიადე, თემისტოკლე, არისტიდე და კიდე 2 სტრატეგოსი იძახის რომ დავესხათ თავს. დავესხათ თავზე, კავალერია გაყვანილი ყავთ და ამგენის გაშვება ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ ათენს მიადგებია. გემებით, წრეს დაარტყა. მაგრამ 5 იძახის რომ არა. ვაცალოთ რომ იქნებ მიდიან. ანუ 5-5-ზე გაიყო. 5-5-ზე გაიყო საბჭო. გაჭედილია სიტუაცია და ნუ ვინ უნდა გადაწყვეტოს. კალიმაქემ უნდა გადაწყვეტოს. არქონტმა უნდა რა თქმა უნდა. არის ცნობა რომ მილტიადემ გაიხმო გვერდზე. კალიმაქე და ტექსტის შინაარს ვიტყვი ახლა როგორ ტექსტით მიმართა რომ ხო ხედავ რა დღეში ვართო რა, კალიმაქეო რა. ჩვენ თუ ამათ ახლა არ შევებითო. ესენი ანათენში გადმოსხდებიან. ან ქალაქს აიღებენ, ან რაღაცას გვიზამენ, ზღვაზე ჩვენ ძალა არა გვაქვს. და მერეო შენ თუ გადაწყვიტავ ბრძოლას და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, ათენი ყველაზე სახელოვანი ქალაქი გახდებოდა, შენო ათენის ისტორიაში შეხვალ, როგორც ჩვენი ქალაქის გადამრჩენელი. ბერძნებში მთავარი ფასეულობა იყო სახელი, დიდება, ღირსება, რომელიც რჩებოდა. სულ მუდმივად. ერთხელ იმან კითხა კაი, ნუ ამას და სოლონს კითხა ეკრეზმა, ყველა ბედნიერი კაცი ვინ არისო, ის არისო, ვინცო კარგშვილებს გაზდისო. პატიოსნად იშრომებსო და სამშობლოსთვისო დაიღუპებაო და დასაფლავების დროსო კარგი შვილები და კარგი ცოლი დაიტირებსო. კრეს გაუკვირდა, ხა იმას კონება კონდა უარებელი. არა მარტო კრეს, არამედ თანამედროვე ქართველებსაც გაუკვირდებოდათ, ხა ის პასუხი. ბედნიერებას ბევრი ოქროში და ვერცხლში ეძებს. ხოლო დაეთანხმა კალიმაქე. ვიწყებთ. დილით რიჟრემ ღამეა ჯერ და დაიწყეს გამოსვლა ჩუმად ბანაკიდან. ახლა ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ხო ქვით ეს გაშლილი მარათონის ველი, ბერძნული გემები ლივლივებენ ზღვაში. ბერძნული და სპარსული გემები, ფლოტი 600 გემით ჩამოვიდა. და სპარსელები ბანაკში ცეცხლე კოცონები ამთია, 1000-ობით კოცონი ამთია. დაიწყეს გამოსვლა დალაგება, ხა ბერძნები ომობენ ფალანგით. რიგი არის ომის დროს ძვირფასო მეგობრებო, ძველ სამყაროში თავარი იყო რიგი და მერე ეს რიგი რო არ დაგერღვია. ტრები ერთმანეთს რო ებრძოდნენ, თავარი ამოცანა იყო რომ რომელიმეს მეორის რიგი უნდა გაერღვია და მე დამთავრებული იყო იმის ამბავი და მერე უკვე გაქცევა იწყება, ხო?
და განადგურება და მსხვერპლებს რო ნახავთ, აი ძველი სამყაროს ისტორიაში, თქვათ გამარჯვებულს ყავს, თქვათ 30 კაც დაღუპული მაგალითად, მაგრამ დამარცხებულს ყავს 3000. რატომ? იმიტომ რომ გაქცევის დროს იღუპებოდა. რიგი რო დაიშლებოდა, გაქცევა დაიწყებოდა, მე მოგზდებდნენ და ზურგიდან რიგი აღარა გაქვს, დამცველ მეგობარი აღარა ყავს, მარტო ხარ და კლავენ. ამიტომ გაქცევი ომის ძველ სამყაროში ხალხის უმრავლესობა, მეომრების უმრავლესობა იღუპებოდა გაქცევის დევნის დროს. დაეწყნენ, ახლა დააწყნენ ფალანგა როგორია, ფალანგა შეკრული ჭკუისებისა, მძიმედ შეჭურვილი, დიდი ფარებით, მრგვალი ფარებით. ათენელებს უმეტესწილად იცნოთ, ბევრ რაღაცები ეხატათ საერთოდ ფარებზე, მაგრამ უმეტესწილად ეხატათ ან გველი, ან ბუ. ეს ცხოველი ატრიბუტები ქალღმერთი ათენას, რომელიც ფარველი არის ათენის. სახელი ქვია ქალღმერთის საერთოდ. ბუ არის სიბრძნის სიმბოლო და გველი არის გრძნეულობის სიმბოლო ათენას. სხვა რაღაცებიც ახლა სპარტელს რითი იცნობდით, ხო? ელი ეწერა. ელი ნიშნავს ლაკედემონს. სპარტელებს ამოიცნობდით ერთი რამე ეწერათ მარტო, ელი. ლაკედემონი ანუ, ხო? ათენელებს ბევრი რაღაცება უმეტესად ბუ და გველი. დაეწყნენ. მაგრამ ხო, მანამდე სანამდე გამოვლენ სარდლობა როგორ არის ახლა სარდლობა. ყველამ შესთავაზა რომ კალიმაქემ შესთავაზა ეს რომ ახლა წესი როგორ იყო, როცა სტრატეგოსები იყვნენ, დღე-გამოშვებით გადადიოდა რიგობით. ერთი დღე ერთი იყო, მეორე დღეს მეორე იყო და ასე შემდეგ. მაგრამ აქ მიიღეს გადაწყვეტილება. ერთი ვერსიით ამბობენ, რომ არისტიდეს უწევდა. მაგრამ არისტიდემ უარი თქვა და ყველა შეთანხმდნენ, რომ მილტიადე იყო. სანამდე ეს ბრძოლა არ დამთავრდა, მილტიადეა სარდალი. თან გამოცდილება აქვს, სპარსელებიც უნახავს, ყვითების წინააღმდეგ, აჯანყებაც ყველაფერი იცის. თუმცა არ იცნობა, რომ ეს მანამდე მოხდა, მილტიადე მაინც არა იყო სარდლობა და სანამდე მისი რიგი არ მოუწია 5 ზოგი იძახის 5 დღე, ზოგი იძახის 7 დღე ელოდებოდნენ. ეს ამბები ხდება რა. 12-ში დილით გამთელით დაეწყნენ. დაახლოებით კილომეტრის თქვა ფრონტი აქვთ და გააძლიერა მილტიადემ ფლანგები, ფრთები. ცენტრში უფრო ნაკლები რიგებია და ფლანგებზე უფრო ზოგი ასახელებს, რომ ცენტრში 3 ფარი, ანუ 3 რიგად დაეწყნენ და გვერდებზე 6-6 ფარი, ანუ 6, ანუ ფლანგები აქვთ ძლიერი ბერძნებს. ახლა რატო? იმიტომ რომ სპარსელების ომის ტაქტიკა იყო, რომ ყველა ძლიერები ცენტრში დგებიან. კერძოდ სპარსელები, მიდიელები და ასე შემდეგ, ხო? და ცენტრი აქვს და სპარსელების რა იყო, უნდა გაარღვია. გაჩეხორათ ტრისისა. ამიტომ ამათმა პირიქით, რომ მაშინ ჩვენ ფლანგებინა. პრობლემა რა აქვს ამ ფალანგას? ფალანგა კი არის გაურღვეველი, ესა რა ქვია, დგომა და ესა ფორმაცია ჯარის, მაგრამ ფალანგას არ შეუძლია სირბილი. სირბილის დროს რიგები იშლება, რიგის შენარჩუნება ურთულეს თემა. აირევ სირბილის დროს. მანძილი არის კილომეტრი ნახევარი სპარსელების ბანაკამდე. ესე უნდა დაეშვან, ხო? დაიწყეს მილტიადემ დაიწყო, რომ პირველი დაახლოებით კილომეტრი და 200 მეტრი ამათმა გაიარეს მარშით. ანუ სიარულით. მაგრამ ბოლო 200 მეტრი თუ 300 მეტრი უკვე სახიფათოა, იმიტომ რომ სპარსელები ისვრიან ისრებს. ფანტასტიკური მშვილდოსნები ყავთ სპარსელებს. და ეს მანძილი სწრაფად უნდა დაძლიონ, იმიტომ რომ ამ 200-300 მეტრში ბევრი დაიღუპება ბერძენი, იმიტომ რომ ისე მასობრივად ისვრიან მშვილდს. და კარგი მშვილდოსნები არის. ამიტომ ამათმა დაიწყეს ეს კილომეტრი და დაახლოებით 200 მეტრი ასე მარშით გაიარეს და მე გადავიდნენ სირბილს. თავარი ამოცანარი რიგი არ უნდა დაეშალოთ. რა შეიძლება მეტი მანძილი გაიარონ ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეიტყოს და შეტევა იწყება. და მე სირბილში უნდა დაძლიონ რა. ახლა უკვე ამხელა მასა რომ მოძრავ 11000 კაცი ხო იარაღში, რკინაში და ბრინჯაოს ჩამჯდარი ახლა ხმაურ და იმათმა გაიღვიძა სპარსელები. აიწყეს ასრაფოთ კარვებიდან გამოცვენა და აიწყეს თავისი რიგების აწყობა. თან ყვირიან რომ ისინი შეიშალნენ
იმდენ წარმოუდგენელად მიიღო. ხო, ნუ რა უნდა, მაგრამ მივდივართ, ხო? ან რა არის ღამე თავდასხმა, ან რაღაცა, ხო? ისინი შეიშალნენ ყვირიან და ბოლომდე არ იყვნენ დაწყობილ ცენტრში დგანან ყველაზე მაგრები, სპარსელები, მიდიელები და საკები. გვერდზე ნაკლებად ისინი რა. სანამდე აი ყვირიან, აი ახალ გაღვიძებულზე და ხო იცი ხა ძილის გამოყოლა და ორგანიზმი ბოლომდე კი გონება გაღვიძებული გაქვს, მაგრამ მუსკულატურა ძინავს, ნახე რა, ანუ დილით მოულოდნელი თავდასხმა არის კატასტროფა, ხო? და ბოლომდე დალაგებული არ არიან, ბოლომდე ვერ აწყესია, კავალერია გემებზეა. მათი ყველაზე ძლიერი შენაერთი, ვისიც ეშინიათ ბერძნებს. ეწყობიან, ყვირიან, ისინი შეიშალნენ, ამასობაში გრიგალივი წამოადგენენ თავზე ბერძნები. აი მოიჭრა ეს ფალანგა უკვე სერბილით მოდიან და დაეტაკნენ ერთმანეთს. დაიწყო სასტიკი ბრძოლა. ორივე მხარე მამაცურად ომობს. სპარსელები ომობენ მაგრად, ფანტასტიკურად ომობენ საკები. საკები აღმოსავლეთ ირანული ხალხია. ხო, და ცენტრში დაიწყეს სპარსელებმა ცენტრი შევიწროება, იმიტომ რომ ნაკლებ ძლიერია ცენტრმა ფლანგებიდან დაიწყეს ბერძნებმა. მე უკვე ხო, აი მარწუხების ნელ-ნელა და ალყაში მოაქცეს. როცა ცენტრში შედის, ამ დროს ფლანგები გვერდიდან იმას ფრონტს არტყამენ გვერდებიდან და თვითონ თავისივე წყობის გამო სპარსელები აღმოჩნდნენ ნახევრად ალყაში და გატყდნენ. დაიწყეს გაქცევა გემებისკენ. ერთ-ერთი უკან დასახევი ზღვისკენ. ხო, ზღვაში მეტი აფერი გემებზე იქნებ ავასროთ რა. ახლა ეს უდიდესი პრობლემა ხა გემები ნაპირზე კი არა დგას. იქ ნავები არის, გემზე უნდა ზოგი მოსულია, ზოგი დიდი გემია, ზოგი პატარა. და აი და პანიკა საშინელი და დაიწყეს ბერძნებმა დევნა, მისდიეს. საშინელი ჟლეტა მოაწყეს. სპარსელებს, აი იმგენმა გემებზე რომ დაიწყეს ასვლა, ესენი მიიყვნენ ზღვაში შეყვნენ. ანამდე რა უშვა ხა ტანმაც და იარაღმაც და ესეთ და 7 გემი წაართვეს ამ ბრძოლაში, ახლა გრანდიოზული ბრძოლა დაუნდობელი რა. საბოლოო ჯამში მაინც უმრავლესობა სპარსელების ავიდა გემებზე და კაცურეს, მაგრამ დანაკარგები როგორი არის. გაიმარჯვეს ათენელებმა, რა თუნდა ლაპარაკი. სპარსული დესანტი გაიქცა, სპარსული ჯარი პირველად გამოჩნდნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე, ევროპული საბერძნეთის ტერიტორიაზე დამარცხდნენ. ჩვენთვის არის დანამდვილებით ცნობილი რიცხვი დაღუპულების, იმიტომ სახელებით იყო მერე ცნობილი ათენში. 192 ათენელი დაიღუპა, ვიმეორებ. 192 ათენელი და 11 პლატეელი. მცირე დანაკლისია და მაგრამ დაჭრილია მთელი ჯარი. დაუჭრელი არ დარჩა არცეთი. ბერძნებს აბჯარი აცვიათ, დაცულობის თვალსაზრისით ბერძნები უკეთესად დაცულები იყვნენ ვიდრე სპარსელებს. სუბუქი არ ჰქონდა აზიაში აბჯარის ჩაცმა გიორგი იმ სიცხეებში, გამორიცხული, ხო. მაგრამ თითქმის ყველა დაჭრილი. დაიღუპა კალიმაქე, ის ბებერი, არქონტი. მართლაც ისტორიაში შევიდა. ძალიან ცნობილი ათენელები დაიღუპნენ. დაიღუპა კინეგირი. დიდი დრამატურგის ესქილეს ძმა. ესქილე ვიცით ხალხო, ევროპული თეატრი, თეატრი ევროპულია და ბერძნების მოგონილია და მისი მამა და დამაარსებელი არის ესქილე ახლა, ხო ვიცით ახლა ისი პიესები ახლა, ვიცი. რამოდენმეა ცნობილი, რამოდენმე ათეული იყო, მაგრამ რამოდენმე არის ცნობილი. შვიდნი თებეს წინააღმდეგ, იჯაჭვული პრომეთე, რა ვიცი, ესქილე, მამაა თეატრის. მაგრამ მე ესქილე აქ ბრძოლაში მონაწილეობდა. ესქილე არასდროს არ ამაყობდა თავის პიესებს, ამაყობდა იმით, რომ მარათონში და სალამინში ომობდა. ხო, ამითი ამ სიამაყით მოკვდა ესქილე.
მისი ძმა კინეგირი დაიღუპა, როგორ დაიღუპა იცით? ერთ-ერთ სპარსულ გემს ხელებით ჩაება, რომ არ წასულო, იმათ გასვლა უნდათ. როგორ ჩანს ნაპირამდე იყო ის მოსული. ვერაფრით ვერ ააძრობიეს ხელები და სპარსელებმა ორივე ხელი მოაჭრეს. არა ეს კბილებით ჩააფრინდა ეს კინეგირი და ბოლოს თრავი მოკვეთეს. სპარსელებმა. მაგრამ ნუ კარგი, ბრძოლა მოიგეს. მაგრამ ხედავ, ეს გემები წავიდნენ წრესარტყამი, ათენისკენ მიდიან. ხო, სპარსელები დაიღუპნენ 6400. ანუ 192 ათენელი, 11 პლატელი და 6400. რა თქმა უნდა ეს დევნის დროს და გემებთან ბრძოლაში არ დახოცი, ბევრი დაიხჭობოდა. სპარსელებმა სულ არ იცოდნენ. კი მეხოფეები და მატროსები, ფინიკიელები იყვნენ, მაგრამ ახლა სპარსელებმა და საკებმა და მიდიელებმა ზღვა შეიძლება ალბათ პირველად ნახეს მაშინ. 4600 დაიღუპა სპარსელი. 6400 უკაცრავად. 6400 დაიღუპა სპარსელი. მაგრამ ნუ ახლა მილტიადემ დაინახა, რომ ფლოტი წავიდა და სამხრეთისკენ გაცურდა. ანუ ათენში მიდიან. ხო, სანამ ეს ბრძოლა რო გაიმარჯვეს, აი ეს ფიდიპიდე სპარტაში რო იყო. შიკრიკი მორმენა. ხო, სპარტატლონს რო ატარებენ. ფიდიპიდე გაიქცა ათენში ვამბავი უნდა ჩაიტარნოს, იმიტომ რომ ათენში ბავშვები, ქალები, მოხუცები არიან. უსასოდ დარჩენილები, ცუდის მოლოდინში. სპარტელები ვერ ჩამოვიდნენ. ხო, თან ყველა ერეტრიის უბედურებამ ყველა მიცის რა უქნეს ერეტრიელებს. მამაკაცი არ დატოვეს, ქალები და ბავშვები გაასახლეს, აიყვანეს აზიაში და ამაზე ელოდებიან. არ იციან რა ხდება. ფიდიპიდემ გამოირბინა ეს 40 კილომეტრი, ზოგი ამბობს 25. საბოლოო ჯამში მარათონის მანძილი ვერ დაადგინეს, ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა 42 კილომეტრი. მაგრამ როგორ ჩანს იყო 35. 35-ით რომ იყოს წინა დღეს ფაქტობრივად 220. არა, წინა 3-4 დღე დაისვენა, მაგრამ ნუ ახლა ეს ფიდიპიდე ძეგლი დგას, ხო იცი, მისი საბერძნეთში. ძეგლი დგას ფიდიპიდეს. ხო და ჩაირბინა ათენში და შევარდა მოედანს. ეს ქალები ბავშვები ჭკუაზე არ არის. გიხაროდეთ ათენელებო, ნიკეა და მოკვდა. ნიკეა ნიშნავს გამარჯვებას. ნიკეა ნიშნავს გამარჯვებას. ეს არის ფიდიპიდე. ქუთაისში ნიკეა ამ სახელწოდებას. არ ვიცი, შეიძლება ახლა რასთან დაკავშირებით და არ ამგონი ახლა ფიდიპიდეს გამო დაერქმიათ ქუთაისში ეს, ხო, მაგრამ თვითონ ამ ბერძნულ სახელწოდებასთან. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა უბნის საპატივცემლოთ ან რაღაც ბერძნულ დასა, არ ვიცი, ახლა ისე საინტერესოა, ახლა პირველად დავინტერესდი ახლა. ყოველ შემთხვევაში ამას ნიშნავს გამარჯვებას. აჰა, მილტიადე არ ჭკვიანი კაცია, კაცო რა, სპარსელებს იცნობს მოხარშულს და მიხვდა რომ სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეთ ათენში. ათენი დაიცვა. არისტიდე დარჩა 100 კაცით ველზე. დანარჩენი სირბილით მოდიან, დაჭრილე დასესხლიანებული. წყალიც კი არ დაულევიათ, საჭმელიც კი არ უჭამენ, მორბიან. რო გადაარჩინონ ქალაქი. ქალები, ბავშვები. მოვიდნენ ისე ფალერონს მოადგნენ. ორი პორტი ქონდა ათენს სხვასთან, ერთი პირევსი მერე დაწინაურდება და ფალერონსაც ეძახიან. ფალერონთან მოვიდნენ, დაიწყეს გადმოსვლა. სპარსელებმა და ღია ქალაქში შედიან, დაუცველ ქალაქში უნდა შევიდნენ. აი ნახეს რა კედლებთან დგანან ესე. ამოასწრეს და დაგდნენ მარათონელი გმირები დგანან კედლებთან რა და გაბრუნდნენ, წავიდნენ. ახლა დატისი ერთი ცნობით დაიღუპა მარათონში, სპარსელების სარდალი, მეორე ცნობით გადარჩა და მერე მოკვდა.
ჰეროდოტე ამბობს, რომ გადარჩაო, მაგრამ კტესიოსი ამბობს, რომ მოკვდა კტესიოსი რითი არის კნიდოსელი, რითი არის ცნობილი სპარსეთის მეფის არტაქსერქსე მეორის პირადი ექიმი იყო და მას ჰქონდა დოკუმენტაციასთან კავშირი, ამიტომ ის წერს, რომ დათის დაიღუპა. ბებერის არდალი, მიდიელ დარიოსის მეგობარი, სიყრმის მეგობარი. რაღაცა ჰეროიკული ვერ გამოიგონებ ისე აი ისტორიას რა აქვს რა ხა ლიტერატურის უდიდესი პატივისმცემელი ვარ, მაგრამ ისტორია რო სიუჟეტებს იცნობს და იწვევს, ვერ მოიგონებ რა ესეთ რაღაცებს რა, როგორი კაცი იქნებოდა ხა ის დათისე, ხო? გაიმარჯვეს სეიმია ინგრევა მთელი საბერძნეთი. ათენელებმა გაიმარჯვეს, თან გაიმარჯვეს მარტო, ახლა პლატეა მათი ტყუპის ცალი, უმცროსი ძმა იყო მათი, და პლატეა რა. მარტო პლატეელებს აძლევდნენ უფლებას ელევსინის დღესასწაულებზე, მისტერიებზე, ათენელები ესრებოდნენ მარტ-მეტი არავინ. პლატეელებს აძლევდნენ უფლებას, დასრებოდნენ. აიმარჯვეს დიდი ამბავი, ზეიმობს მთელი საბერძნეთი. მარათონიდან 2 დღეში გამოჩნდნენ სპარტელები, 2000 სპარტელი მოვიდა. სავსემთვარე გავლილია უკვე ხო და წავიდნენ და მარათონის ველზე მსხვერპლის შეწირეს და პატივი მიაგეს დაღუპულ ბერძნებს, ათენელებს. დიდი პატივისცემით. სამხედრო სიმღერებით დატოვეს მარათონი და დაბრუნდნენ სპარტაში, ოღონდ დიდი ეჭვი მაქვს, რომ მაგარი დაბოღმილები იყვნენ. იმიტომ რომ დიდება წაიღეს ათენელებმა. აქამდე სპარტა იგებდა, სპარტა იყო მთავარი მსაჯულის, სპარტა იყო მარჯვენა ელადის, ხო და აგერ ამ ათენელებმა უჩვენოთ, ხო, უეჭველი იქნებოდა ეჭვი არ შეგა დორიელები, ბოღმები იყვნენ ისეთები რა, ხო. ყველას უხარია. ერთ კაც არ უხარია მარტო. ესა თემისტოკლე. თემისტოკლე ხედავს ერთ რამეს, რომ მტერი მოვიდა ზღვით. დავამარცხეთ. მაგრამ ზღვით წავიდა გაგვექცა. ანუ ჩვენ ზღვაზე არაფრის თავი არ აქვს. და როცა უნდა, საიდანაც უნდა, მაშინ დაგვესხმება ზღვით. აი ეს საზღვაო პარტია თემისტოკლეს ეს დავიმახსოვრთ. ახლა რა ხდება მე? მილტიადე არის გმირი. ჰელადის გმირია. მე რომ მკითხოთ ევროპის გმირც არის, ახლა დღევანდელი გადმოსახედნა ხვდებით, ხო რას გადარჩა მაშინ. მაგრამ მილტიადემ მოითხოვა რა ახლა შეტევაზე უნდა გადავიდეთ, ასე ვერ დაველოდებით, ახლა კიდე ესე მოძლენ წამოვიდა, ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა გავცეთ რა და მან მოთხოვა მას ეკლესიას, სახალხო კრებას მოთხოვა რომ მომეცთ უფლება სამხედრო, სახმელეთო, საზღვაო და ფინანსური უფლებები მე მომეცით და მე ვაპირებ ლაშქრობას, არ გეტყვით სად ვაპირებ სახალხო კრებას გამოვიდა ეკლესიას. არ გეტყვით, იმიტომ რომ მე რო თქვა სპარსელები გაიგებენ, ამიტომ საიდუმლოთ, მაგრამ მომეცით ეს უფლება, მიცეს ეს უფლება. ჯარი, ფლოტი, 70 გემი ყავს 1000, მეტი არ ყავს. ფლოტი და ფინანსები. და 499 წელს გავიდა ზღვაში და ზღვაში აუწყა ჯარს, რომ ახლა მივდივართ კუნძულ პაროსზე. ეს პაროსი არის პატარა ბერძნული კუნძულია. იმ არქიპელაგს, ეგეოსის ზღვაში, იმ არქიპელაგს ქვია კიკლადები. კიკლადი ნიშნავს მრგვალი, რკალი. ხო, წრეში. და ამის ცენტრში იყო კუნძული დელოსი, რომელიც იონიელების საღვთო კუნძულია, იმიტომ რომ აქ დაიბადნენ ბერძნული მითოსი და აქ დაიბადნენ ტყუპისცალები, ღმერთი აპოლონი და ქალღმერთი არტემიდე. და ეს იონიელების ცენტრია. ეს რელიგიური ცენტრია. ამ დელოსის გარშემო არის ეს კიკლადების კუნძულები რა. ზოგი ამაზე უფრო დიდია, მაგრამ ცენტრში ეს არის და ამიტომ ქვია რომ დელოსის გარშემო, ანუ წრე, დელოსისთვის წრე, კიკლადები. დღესაც ქვია, სხვათა ასე ეძახიან. აქ მდიდარი კუნძული არის პაროსი, ბერძნული კუნძულია, ძალიან მდიდრები არიან და როცა მიწადა წყალი მოითხოვა დარიოსმა 491-ში. პაროსი ჩაბარდა, როგორც დაანჩენ მთელი საბერძნეთი.
მიწა და წყალი ჩააბარა და უფრო მეტი აქვთ მიქარული ერთი პაროსული გემი აი ამ დატისის ლაშქრობაშია. სპარსელების მიცეს ერთ სამხედრო გემი. ამიტომ უნდა დაისაჯოს პაროსს. გადავიდნენ პაროსზე 70 გემით წავიდნენ. მილტიადე უდგას სათავეში ამას, დიდი ჯარით გავიდნენ ათენელები, არიან აემაზე, აღმავარზე არიან, ხო. ელადა ზეიმობს, ეს არის უპრეცედენტო გმირი. საერთო დორიელებისთვისაც, ეოლიელებისთვისაც, იონიელებს ყველასთვის გმირია. პირველი საერთო ბერძნული გმირი გამოჩნდა. ლამის ჰერაკლეს მერე, ლეგენდარული ჰერაკლეს და აქილევსის და აიაქსის მერე. თან აიაქსის შთამომავალი. ზოგი ამბობს, რომ აიაქსი იხილეს ათენელებმა სხვათა შორის ბრძოლის დროს, ხო, აიაქსის აჩრდილი დაინახეს. ის აიაქსი ბევრი იქ რო არის, დაუბრუნდებ ხანდახან ჩავაგვეხებ რაღაცებს. როგორ მოკვდა აიაქსი? იმ ფილმში არის, რომ ჰექტორი კლავს. აიაქსი მოკვდა როგორ? როცა აქილევსი მოკლა პარისმა, ქუსლში ესროლა ის არის. ხო, ამბობენ, რომ ღმერთმა აპოლონმა მოაკვლევია, გაუსწორა ეს მშვილდი. სამიზნე. იქ აქილევსის გვამზე გაიმართა სასტიკი ხოცვა-ჟლეტა, ტროელები და ბერძნები გვამს, რომელიც ამოიღებს რა. დაღუპული ბელადის გვამი იყო ყველაზე დიდი ნადავლი. და აქილევსის გვამთან გაიმართა სასტიკი ჟლეტა, ტროელების და ბერძნების, ხო და აქილევსის გვამი მოიკიდა იმან აიაქსმა, თავის ბიძაშვილის. და ოდისევსი იგერიებდა. ოდისევსი ყველა მეცით რა. ეს არის რაღაცა პირველი პიროვნება ისტორია, ღმერთებს ატყუილებს და დასცინეს. ოდისევსი იგერიებდა და მე დაღუპული გმირის აბჯარი არის პრიზი, ვინც გადაარჩინა და გამოიხსნა, იმას რჩება. ან ვინც მოიტაცა და წამოიღო, ხო, ეს არის გამარჯვებულის პრიზი და ახლა ვიცით იმინა ილიადიდან, რომ აქილევსის აბჯარი მჭედლების ღმერთის ჰეფესტოს მიერ იყო შეჭედილი. ჰეფესტო მე რომაულში გადადის როგორც ვულკანი, ხო? ხო და პრიზი ვის რჩება? ან აიაქს, ან ოდისევს და იქ მე არის მთელი ამ სასწაულია ეს ბერძნული კულტურა და მითოსი და დრამატურგია ამაზე აწყობილი რაღაცებია. იქ აგამემნონი ხო სარდალია ბერძნების რა. თავარი მეფე, მიკენის მეფე, ხო და აგამემნონმა ერთი ვერსიით მიაკუთნა ოდისევს, იმიტომ აიაქსი არ უყვარდა იმას გმირები არ უყვარდა, არც აქილევსი უყვარდა, არც აიაქსი უყვარდა. მეორე ვერსიით საბჭო მიანიჭა ოდისევს. ანუ პირველში ორივე ვერსიაში იმას ოდისევს მიცეს. მესამე ვერსია არის, რომ თითქოს აგამემნონმა ასეთი რამე თქვა, რომ მოდიო ტროელებიდან გავიგოთო, ვის ეკუთვნისო ეს აბჯარი აქილევსის. ხო და ისინი შპიონები გააგზავნა ტროასთან და იქ ტროელი გოგოები ლაპარაკობდნენ წყაროზე, რომ აი ბერძნებში ყველაზე მაგარი რომელია. და ის გოგოები ამბობდნენ, რომ ოდისევსი უფრო მაგარი არის. ოდისევს ეკუთვნისო პრიზი. ხო და ოდისევს მიანიჭა, ეს გამწარდა ამაზე. აიაქსი მე გადაწყვიტა, რომ დავერევი ამგეს დავწყვიტავ ამ საბჭოს სულ ყველას. ერთი ვერსიით. და ღმერთებმა გონება წაართვეს და გამოვარდა გარეთ და ეს საქონელი ხო იყო ახლა ბერძნების ბანაკში რაღაც ისა და იმგეს დაერია, ისინი ეგონა საბჭოს წევრები, ისინი დახოცა. მერე ჭკუაზე რომ მოვიდა სირცხვილისგან და გულდაწყვეტისგან მოიკლა თავი აიაქსმა ასე დაამთავრა ეს. აიაქსი ძველ ბერძნულ სამყაროში იყო უიღბლო გმირობის სიმბოლო, დაუფასებელი გმირობის სიმბოლო. მე ვკითხოთ ახლა მართლა აიაქსს ეკუთვნოდა ეს.
ხო, ნუ ამას თავი დავანე. მილტიადე მიადგა პარის. ტროელმა გოგოებმა დაღუპეს. ტროელმა გოგოებმა ეთყობა ოდისევში მოეწონა თუ უფრო სიმპათიურად მოეჩვენა. ქალის პოზიციას ხო ვერ გამოიცნობ. არა და ეს აიაქსი იყო, ნუ გოლიათი რა, მაგრამ ის ოდისევსი სხვა იყო, მაინც ოდისევს წარმატებები ჰქონდა ქალებში ნამდვილად. სერიოზული წარმატებები, ხო? ხო, მილტიადე მიადგა პაროს და შემოარტყა ალყა და მოთხოვა 100 ტალანტი გადაიხადეთ. და კედლები დაანგრიეთ ქალაქის რა. თქვენ ხართ მოღალატეები. ელადის მოღალატეები ხართ რა. არ დამორჩილდნენ პაროსელები და აიწყო ალყა. ალყა თითქმის თვე გაგრძელდა, გაუჭირდათ ათენელებს რა. მერე მოხდა ცოტა უცნაური ამბავი მოხდა იქ. მილტიადესთან მივიდნენ ადგილობრივი ქურუმი ქალები, კერძოდ ქალღმერთ დემეტრასი და მისი ქალიშვილის პერსეფონას ტაძრის ქურუმი ქალები, რომლებმაც უთხრეს ასეთი რამე, რომ შენო დემეტრას ტაძარსო თუ შეწირავ მსხვერპლს. ღმერთები მოგაგებიებენო ამ ომს, პაროსო აიღებ. ოღონდ ერთ პირობა არის. მარტო უნდა მიხვიდე და ღამე უნდა მიხვიდე. ტაძარში. ახლა მაშინდელი ბერძნის კი ეს იყო თავისუფალი აზროვნების ხალხი, ჩვენ ხო ვილაპარაკ ეთიკას, ადამიანურ ცხოვრებას და რელიგიას ძალიან ყოფდნენ, ერთმანეთთან არ აკავშირებდნენ რა. მაგრამ ძალიან მორწმუნეები და ცრუ მორწმუნეებიც იყვნენ ბერძნები. ღმერთის გაბრაზება არ შეიძლება. წავიდა ღამე მარტო გავიდა, არავისთვის არ უთქო. თან საიდუმლოდ უნდა დარჩეს ეს, არ უნდა გაიგონა. წავიდა მიადგა, ახლა ყველა ტაძარს კედელი ჰქონდა. ჩუბი მივიდა, ჭიშკარი ჩაკეტილია, კარიბჭე ჩაკეტილია, ცოტა ეჭვებს ჩავარ, გადახტა. გადავიდა. მიადგა ტაძარს, ტაძარი გახსნილი უნდა იყო. ჩუ დაკეტილია, დაბნელებულია, ძეხორციელი არ არის. არაფერი არ ცეცხლიანთია, არც ესენი არიან ქურუმი ქალები რაღაცა. ეჭვი აიღო რაღაცას. რაღაცა. ჩასაფრება ხო არ არის? ხო. რაღაცა და გამობრუნდა უკან. გამოვიდა ახლა ხომ უნდა გადმოახტეს ამ იმას. რა ქვია, კედელს. გადმოახტა და ფეხი მოიტეხა. ბარძაყი მოიტეხა. დაკოჭდა. ძლივს მიათრია თავი ბანაკში. ვახა ეს არის ცუდი ნიშანი ბერძნებისთვის, რომ რაღაცა, რომ აი ფეხი ხო გითხავდნენ, სამ მოიტეხე რაღაცა, მერე იტყოდა ის, რომ ძალიან ცუდი ნიშანია, ღმერთები გაბრაზდნენ ჩვენ. ამ დროს ხდება ასეთი ამბავი, რომ ღამე ეს კუნძულები ხო ყველა ერთმანეთზე წაყოლებულია. ახლოს არის. ახლოს არის. გვერდზე არის პატარა კუნძული მიკონე. ამ მიკონზე დაინახეს პაროსელებმაც და ათენელებმაც დაინახეს, რომ ცეცხლიანთია. პაროსელებმა ჩათვალეს, რომ სპარსელები მოდიან მოსახმარებლად. ათენელებმა ჩათვალეს, რომ სპარსელები მოდიან, ანიშნეს პაროსელებს და მოდიან დიდი ჯარით და ფლოტით. მოხსნეს ალყა, ჩაჯდნენ გემებში და დაბრუნდნენ. მე აღმოჩნდა, ხანძარი გამჩნდა მიკონს. არავითარი სპარსელები. და არავითარი სპარსელები. აი ბედის წერა, ხო ასეთ შემთხვევით ისტორიას ხოთა შორის აქვს თავის კანონზომიერება, მის კანონზომიერება არის შემთხვევითობა. ისტორია არის კანონზომიერებით ახსავსე შემთხვევითობების კრებული. ხო, დაბრუნდა სიცხვილე, დამარცხდა. დიდი ხარჯი გაიღეს, ხო, დაბრუნდა ათენში. როგორც ხშირად ხდება, ხალხი უმადურია გმირის მიმართ და ნუ შენ დაგუღუპე, შენ ამდენი ხარჯი გაციე, ამდენი მსხვერპლი გავე, მარათონში ამხელაო, სახელი მოვიპოვეთ ათენელებმა და შენ აგერ ცუდ დღეს ჩაგვაგდე და სამარდე დაგვრცინეს მთელი აზია და მთელი ევროპა. ელი საბერძნეთი, რომ ესაა თქვენი მილტიადე. გასა, ხო იცი? ეკლესიაზე მიიყვანეს საკაცით, სახალხო კრებაზე. როგორ მოექცნენ მილტიადეს. ამდახან ხალხი ძალიან ხშირ რო არის ხალხი ბძენია, ხალხი ყოველთვის მართალი. არ არის მეგობრებო ასე. ხალხი ძალიან ხშირად მიკარავს.
საკაცით მეიყვანეს მოტეხილი ქონდა ფეხი, გაასამართლეს, იქა სიკვდილით დასჯა ელოდებოდა, მაგრამ იქ მეგობრები ყავდა რა. გადარჩა და ჯარიმა დაუწეს ეს 50 ტალანტი რაც იყო ფანტასტიკური. ფასე ამას მილტიადეგი არა, რა ვიცი, სპარსეთის მეფის გარდა ვერავინ ვერ გადაიხდიდა. მთელ კუნძულს თხოვდნენ 100 ტალანტს. 100 ტალანტს თხოვდნენ დიდარ პაროს. პაროს და აქ ერთ კაცს. ეს იყო რომ ახლა როგორ იყო, იცი, როცა ვალს დაგადებდნენ, შენ ქალაქი უნდა დაგეტოვებია, ქალაქგარეთ იყო ეგ სავალო სახლი, ვალის სახლი და იქ უნდა გეცხოვრა, სამდე ვერ იმაშებოდნენ, ყველაფერს გიყინავდნენ. აფრის უფლება აღარ ყო, ვალის სახლში ცხოვრობდი, სამდე არ გადაიხდიდი. შენ თუ ვერ გადაიხდიდი, შენ შვილებზე გადადიოდა. ძალიან ცუდად მოექცა მილტიადეს თემისტოკლე, მაგრამ ძალიან ღირსეულად მოექცა არისტიდე. იქ აკითხავდა სულ და რაღაცა ნაწილი ვალის გადაუხადა, რაღაცებს იხდიდა, ვიღაცა მეგობრა 50 ტალანტი გიორგი ესა წარმოუდგენელია, მაგრამ თითო იყო 33 ერთი ტალანტი იყო 33 კილო ვერცხლი. ვერ გადაიხადა, მალე მოკვდა. როგორც ჩანს განგრენით მოკვდა. ევროპის პირველი გმირი მოკვდა ვალის სახლში. ძვირფასო მეგობრებო, ეს არის ფორტუნა ბედისწერა. ხშირად ხდება ეგეთ, მაგრამ თავი რა არის, რომ ისტორიამ შეაფასა, გაწურა ყველაფერი, გრანიტში გამოქნა, ჩამოასხა ბეტონში, რკინავდა და მილტიადე ევროპის პირველი გმირია დღესაც. ათენსში დარჩა ორი კაცი ახლა რა, გავლენიანი თემისტოკლე, მალე მოურჩებით უკვე, თემისტოკლე და არისტიდე. ერთი არის საზღვაო პარტია, მეორე არის სახმელეთო პარტია, დაპირისპირება დაიწყო ძალიან ამ ორს შორის. თემისტოკლე არის საკმაოდ ეშმაკი და ყველაფრის კადრებელი ხანდახან მარტო სამშობლოს, ამას ხაზს უსვამს ყველა ძველი წყარო. ის ცხოვრებაში და ნათესავებთან არა, მარტო ათენისტი შვებოდა ამას. ილეთები, პოლიტიკური ილეთები იცოდა. არისტიდე არის შეუვალი ავტორიტეტის, მართალი, არისტიდე მართალი. ეს საზღვაო და სახმელეთო ორი პარტია ზღვაზე უნდა გავძლიერდეთ თუ ხმელეთს უნდა გავძლიერდეთ, ნუ საბოლოო ჯამში მივიდა ოსტრაკიზმამდე. ოსტრაკიზმი გვახსოვს, ხო, რომ ვინ არის საშიში სახელმწიფოსთვის, ვინ უნდა მოშორდეს სახელმწიფოს 10 წლით. მივიდა საქმე ოსტრაკიზმამდე, განჭი უყარეს. სხვათა შორის არისტიდე რომ მიდიოდა, ოსტრაკონები იყო, გავახსენებ ხალხს, თიხის ნატეხები, ხო, ნატეხები ყველგან იყო ახლა. იმაზე ამოკაწრავდი ვისი გაგდებაც გინდა რა. და კენს უყურე. ერთ-ერთ მოხუც გლეხ შეხვდა, ატიკელ გლეხ შეხვდა, რომელიც ალბათ ვერ იყურებოდა თვალებში თუ რა იყო არის და თხოვა ამ იმას არისტიდეს რომ დამიწერეო რა. არიცის რო ეს არის ეს რო არისტიდეა სოფლიდან დემიდანაა ჩამოსული ხო. ვინ გინდაო დავწერო? არისტიდეო დაწერეო. მამა გითხრა რომ რას ერჩი არისტიდეს? იმე ნახე რა უპასუხა, აი უმადურობა. ის თემაა. სახალხო უმადურობა. დავიღალეო მაგაზე რომ ლაპარაკომე რომ სამართლიანი და სამართლიანი აღარ შემეძლიაო რა. აი უმიზეზოდ ვიღაც. დაუწერა თავის სახელი. არისტიდე პატიოსიანი იყო. აი არისტიდე იყო სიმდისი ათენის. ოსტრაკიზმის მისთვის გაიმედეს. ხო, გაიმედეს და არისტიდე დამთავრდა და 10 წლით წავიდა კუნძულ ეგინაზე წავიდა სხვათა შორის, ხო. თუ სალამინზე აღარ მახსოვს. ხო. რო გადიოდა ქალაქიდან, იცი რა თქვა, რომ ზუსტად ახსიტყვას, მაგრამ შინაარს გეტყვით, რომ ოლიმპიელო ღმერთებო, ისე ნუ გაუჭირვებთ ათენსო, რომ ჩემი მოbrunება დაჭირდეს ათენს. ანეგაც ძალიან მალე დაჭირდებათ ათენელებს არისტიდე. იქ იქნება სადაც უნდა ყოფილიყო არისტიდე. ასე რომ გაიმარჯვა საზღვაო პარტიამ და თემისტოკლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდი ფლოტი უნდა ავაშენოთ. ახლა სახალხო კრებაზე ეკლესიას ხო უნდა გამოიყვანოს, ყველაფერს ეკლესია წვიტავს. ათენს აქვს დიდი ვერცხლის საბადოები, სადაც
არის რომ მქონდა ძალიან სერიოზული ისა რა ქვია შემოსავალი ხო და დაიწყეს მოპოვება ხდება მაგრამ ამას იყოფენ ქალაქში ვერცხლის საბადოებიდან შემოსულ მაგრამ ამან თქვა რომ მოდიო მოქალაქეებს ნუ გადაურიგებთო ის კი არა თქო სპარსელებთან ომი გვექნებაო იმიტომ რომ ამას არ დაუჭერდნენ ისეთ მხარს ათელე იმიტომ თვლიდნენ რომ ჩვენ სპარსეთ ხო ამოვიდეთ ლაჯებში აცი მაგენისგან შიში რატო უნდა გველო ხალხი ხო ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს ჩათვალე სპარსელები რაღაც გაგვიბედა ამიტომ ამან ხერხი გამოიყენა და მოთხოვა ხალხს რომ ფლოტიო გჭირდება იმიტომ რომ ეგინელებიო დავამარცხოთ ეგინელები არ უყვარდათ ათენა კი და იმათ ეგინას დიდი ფლოტი ყავდა ამიტომ ჩვენს გავაკეთოთ და დაიწყეს ფლოტის შენებლობა და 480 წლისთვის უკვე 200 ტრიერა იდგა ათენის დოკებში ამზადებული ტიპაჟი აიღეს კორინთოს ყავდა კარგი ფლოტი მაგრამ კორინთული გემების ტიპაჟი გადმოიღეს ტრიერა რო სამბაქნიანი თითო მხარეს სამ რიგად იყო ისა რა ქვია ნიჩბები და მე ნიჩბების საერთო რაოდენობა თითო გემზე იყო 180 კაცი კიდე 20 კაცი იყო მატროსი და 40 კაცი იყო ჰოპლეტი ეს იყო შემადგენლობა შეჭურვილი მეომარი და მშვილდოსნებს სადაც 250-დან 300 კაცამდე ადიოდა რა გემზე რა და საკმაოდ რთული სამართავი იყო იმიტომ რომ ამან გააკეთა მერხები მეხოფეების მერხები იმის მსგავსი რაც გემებზე უნდა ყოფილიყო ერთმანეთს აჭდა ერთი ქვეითის და მეორეს მერხი ზევით იყო და მესამე კიდე ზევით იყო და ასე ორივე მხრიდან სამმაგის და ურთულესი იყო ამის გაწვრთნა ეკიპაჟის იყო ძალიან რთული ახლა და ამიტომ გააკეთა მერხები სავარჯიშო მერხები გააკეთა ხო და იქ ავარჯიშებდა ამ ეკიპაჟებს ახლა თან იცოდა რომ ფინიკიურ ფლოტთან ფინიკიელები იყვნენ ფანტასტიკური სხვა ოსნები იყვნენ რა მაგრამ აი დიდი ომი რაზედაც ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ უკვე როცა მთელი აზია დაიძრება მთავარი ძალები 200 გემით ათენის შეხვდა უკვე დიდ ომს და ამის თავარი სოლისტი გახდება თემისტოკლე და კიდევ კარგი ევროპისთვის რომ იმ გლეხმა არისტიდე დააწერა იმას რა იმიტომ არისტიდე რომ დარჩენილი იყო არისტიდეს რომ გაემარჯვებია და ოსტრაკიზმი მოეწყოთ თემისტოკლეს ბერძნებს ფლოტი არ ეყოლებოდა და დაიღუპებოდა კი ანუ იმ გლეხის უმადურობამ და შემთხვევითობამ აი ამაზე განაპირობებად ისტორია არის შემთხვევითობების კრებული შემდეგი ეტაპზე განაპირობა კარგო არისტიდე პატიოსანი არისტიდე რომ განაძევეს ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი ათენისთვის ელადისთვის ევროპისთვის და დიდად დარწმუნებული ვარ აგერ ჩვენთვისაც რა ასე არის და მივადექით 480 წელს და შემდეგი ჩვენი ლექცია და მოგზაურობა იქნება უკვე თერმოპილეს ბრძოლა აპოთეოზი სპარტელების და სახელოვანი მეფის ლეონიდეს აქ დროებით გავჩერდეთ დარწმუნებული ვარ ინტერესით უყურა დროების მაყურებელმა ამ გადაცემას ამ სერიას სანამ უკვე თერმოპილეს ბრძოლის შესახებ დაწვრილებით მოუთხრობთ მანამდე შევახსენოთ რომ ვისაც მოწონს გადაცემათა ეს სერია ვისაც არ აქვს გამოწერილი გთხოვთ რომ გამოიწეროთ გააზიაროთ დაგვიხმარებით ძალიან იმაში რომ ეს სერია გადაცემებისა კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მადლობა შემდეგი სერია უკვე დიდ ბრძოლაზე თერმოპილეს ბრძოლაზე